ზურაგირჩი ჯაფარიძეა დღეს ჩემი სტუმარი. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ პირველ რიგში მივცეთ ზურას შესაძლებლობა შეაფასოს არსებული სიტუაცია, თუ ასე გაგრძელდა, სად აღმოჩნდებით და ეს რო ასე არ მოხდეს, რა გასაკეთებელი იმ რესურსების და ოცნების საყრდენი ღერძების დასუსტების გათვალისწინებით, რაზეც თქვენს ხედვაში საუბრობთ. მოგესალმებით გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. ხო, მე რაც დავწერე ცხადებს, ბიბლია არ არის. ბევრ რაღაცებზე შეიძლება ადამიანმა იკამათოს, შევსება შეიძლება ჩემი აზრით ბევრი რაღაცეების. ბოლოდ რაღაცეები არის, რაც არის ფუნდამენტური, რისი გააზრებაც არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში მათ შორის ეს სტატუსი იწყებოდა იმითი, რომ გავიაზროთ ეხლა რაღაცა დიქტატურის ფორმირების რა ეტაპზე არის ეს ქვეყანა და რა გველის თუ ესე გაგრძელდა. და მე არ მაქვს ოპტიმისტური სცენარები, რასაც ხედავთ, რაც ხდება, ეს სცენარი გავლილი აქვს რუსეთს, გავლილი აქვს ბელორუსს, მაღალი ალბათობით იგივე ხალხი აკეთებენ ამას. ამ ქვეყანაშიც, ამიტომ რასაც უნდა ველოდეთ, არის სწორედ ეს, რომ იქნება რამდენიმე მიმართულებით შეტევა, პირველ რიგში ცხადია ეს ეხება სამოქალაქო საზოგადოებას და უკვე ხედავთ ამ შეტევას, რაღაცა რუსული კანონი იყო, ეხლა რაღაც რუსულ კანონზე უარეს იღებენ, ამას ეხლა ემატება პლუს გარედან პრობლემები, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს USAID-ის მუშაობას პრაქტიკულად, ამას დაემატა ის, რომ მეორე სიდიდით დონორი გაერთიანებული სამეფო ასევე საგარეო განვითარებაზე გამოყოფილი თანხებს მთლიანად გადაისვრის თავდაცვაში, რაღაცა არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მალე სამოქალაქო საზოგადოება როგორც ეგეთი დარჩება რაღაცა მინიმალური ფორმით ან საერთოდ ვეღარ იარსებებს. დარჩება მხოლოდ ადგილობრივი რესურსების ამარად, რომელიც ძალიან შეზღუდულია. სეზღარები გასავლით და უკვე ამ სპეციფიკის გათვალისწინებით. ეხლა მოხდება გადაწყობა რაღაც ახალ მექანიზმებზე, შემდეგ რეჟიმი დაიწყებს იმ ახალი მექანიზმების ჩაკეტვას, შემდეგ კიდე იქნება ერთი გადაწყობა ახალ მექანიზმებზე. ახალ მექანიზმებში გულისხმობა, რომ ამ ორგანიზაციებმა მოიპოვონ რამენერად საარსებო რესურსი, საბოლოო ჯამში რეჟიმი ჩაუკეტავს ყველა წყაროს და ეს ნანახი გვაქვს როგორ მოხდა ბელორუსში და როგორ მოხდა რუსეთში. ეს არის ერთი რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას. მეორე ეს არის დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია. და აქ ხედავთ ისედაც რამდენად სერიოზული პრობლემები არის და ხედავთ რა ნაბიჯებსაც დგავენ, მათ შორის იმის, რომ რაღაცა აპირებენ შექმნა რაღაცა ობიექტურობის განსაზღვრელი რაღაცა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც თვითონ დაადგენს რომელი მედია, მათ შორის ონლაინ მედიებიც, რომლებიც შედარებით თავისუფალი არიან დღეს, არიან თუ არა ისინი ობიექტურები და თუ არ არიან ობიექტურები, მიიღებენ გარკვეულ ზომებს, რაც შეიძლება იყოს დაჯარიმება, დახურვა და ამ შემდეგ მოუჭერენ და შეზღუდავენ ყველა შემთხვევაში. ეს არის ოპოზიციური პარტიები, ერთადერთი მანდატი, რომელიც დღეს აქვს ეგრეთ წოდებულ ანტიკორუფციულ ბიუროს, არის ის, რომ უნდა დევნოს ოპოზიციური პარტიები და ყოველ დღე ყველა პარტიაში ჩვენი ჩათვლით მოდის აი ამ ხელა პაკეტები, კონვერტები ამ ანტიკორუფციულ ბიუროდან, ხარას ითხოვენ, ხარაზე გვაჯარიმებენ, თოლას ვეღარ აუდივართ და ეს ხდება რეგულარულად პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიაში. აქაც პრობლემები იქნება ყველა შემთხვევაში და გარდაულად. და რჩება ქუჩის პროტესტი, ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გამოდიან რუსთაველს და აპროტესტებენ და პროტესტთან მიმართებაში ვნახეთ უკვე რა რეგულაციები მიიღეს, ჯარიმები გაიზარდა 5,000 ლარამდე, აქ ადამიანები გუშინ ადამიანი დამანახეს, რეკორდსმენია უკვე 12-ჯერ აქ უკვე ჩაბარებული ეს ჯარიმაო. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გაზარდეს 15 დღიდან 60 დღემდე, რაც ნიშნავს, რომ რუსთაველზე გასვლის გამო შეიძლება 2 თვე ციხეში გამოგამწყვეტონ, ეგეთი რაღაცები კიდე დაემატება და გაიზრდება. და ბევრჯერ მithქვამს და ახლა კიდე ერთხელ გავიმეორებ. ეხლა ამ წუთის მდგომარეობით თუ რამე განასხვავებს საქართველოს ბელორუსისგან ან საქართველოს რუსეთისგან არის ის, რომ აქ არის ქუჩაში ხალხი, ანუ პროტესტი არსებობს ჯერ კიდე სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს ოპოზიციური პარტიები და არსებობს კრიტიკული მედია. რთულად ყველას პრობლემა აქვს, ყველა მიმართულებას აქედან, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ არ ვარ ჩვენ კიდე ბოლომდე გაფორმებული დიქტატურა, ამიტომ არ ვარ დიქტატურაც ისეთია. ამიტომ არ ვარ გაფორმებული ჩეჩნეთი. კარგი მაგალითია, იმიტომ რომ ერთ-ერთი განსხვავება საბოლოო ჯამში თუ გაფორმდა, იქნება ის, რომ იქ არის კადიროვების ოჯახი და აქ არის ივანიშვილების ოჯახი. გვარში იქნება განსხვავება, თორე მართვის ფორმა, სისტემა, რეპრესიული მექანიზმები, ყველაფერი არის ერთ-ერთი იქიდან გადმოღებული არის მთლიანად. ეს უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხდება. ამის შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ის, რომ
ამ ქვეყანაში პროტესტი და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ გართულდება. მათ შორისაც უკვე ხედავთ, იქნება ის შედეგიც, რომ ადამიანების ნაწილი დაიწყებს ქვეყნიდან გასვლას. ამიტომ ჩემი სტატუსის თავარი არსი იყო ის, რომ ერთი რომ რაღაცა ილუზიებში ნუ ვიქნებით, რომ რაღაცა სხვა ხდება და რამე შეიძლება ვიღაცამ დათმოს, რაღაცა შეიძლება ვიღაცამ გადმოგიგდოს, არავინ არაფერს არ დათმობს. ან არჩევნები თავისი დაინიშნოს, ან პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ, ან რაღაცა რატომღაც რუსებმა დათმონ, ეგ არის ილუზია. ანუ ეგ ნიშნავს, რომ არ გვესმის ჯერ კიდე მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც გავიარეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, რა ტიპის რეჟიმთან, რა შინაარსის, რა ბუნების რეჟიმთან გვაქვს საქმე. არავინ არაფერს არ დათმობს, არავინ არაფერს არ გადმოაგდებს, არავინ არც კი ითამაშებს, რომ ვითომ რაღაცა დათმობაზე მოდის. პირიქით იქნება წიხლის ჩაჭერა ბოლომდე, იმიტომ რომ ესეთი არის რუსული რეჟიმის ბუნება, ესეთი იყო ბელორუსში, ესეთი იყო რუსეთში, ესეთი არის აქაც. არანაირი განსხვავება ამ მხრივ არ არის. ერთი არის ამის გაზა, მეორე არის ის, რომ დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს. რაც უფრო მეტი დრო გადის, რეპრესიული აპარატი სულ უფრო და უფრო გვიჭერს და აქედან წინააღმდეგობა სულ უფრო დასუსტება, მათ შორის პირველ რიგში იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც თავისუფლების სიბრძვიან, ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რომ საკუთარი შვილები დატოვონ მონომდგომარეობაში ივანიშვილის ოჯახის სამსახურში და ესეთი გახდება ეს ქვეყანა თუ არ გავიმარჯვეთ ახლა ამ ბრძოლაში, ამ ადამიანებს რაღაცა ნაწილი დაიწყო უკვე ქვეყნის დატოვება. ამიტომ რაღაცეები არის გასაკეთებელი ეხლა დღესვე და გასაკეთებელი არის ყველაფერი ერთბაშად. ეს არის ერთი ნაწილი ჩემი სტატუსის ისე თქვაც მინდოდა. მეორე ნაწილი არის, რასაც ხშირად ვაწყდები მათ შორის აი რუსთაველზე როცა ადამიანები მელაპარაკებენ არის ის რომ რაღაცეები კეთდება, რაღაცები რაც ჩავწერე იქიდან ჯერ არ კეთდება, მაგრამ აღქმა იმისა, რას ემსახურება ეს რაღაცა ქმედებები, ადამიანებში მაინც გააზრებული არის და მე რაც ვცადე არის ის რომ დამენახებინა მოქალაქეებისთვის სინამდვილეში რაღაცეები გააზრებულად კეთდება და ამის უკან სინამდვილეში რაღაც გააზრებული სტრატეგია დგას და მე უყევი მე როგორ ხედავ ამას, შეიძლება ყველა ჩემნაირად არ უყურებდეს, შეიძლება სხვა პარტიის ლიდერი სხვანაირად უყურებდეს, მაგრამ ქმედებები მაინც ერთმანეთს ემთხვევა, ბევრ რაღაცებში ერთმანეთს ემთხვევა. ხო და სტრატეგია არის ის, რომ როგორ შეიძლება ამ რეჟიმს დაუპირისპირდე, როცა მშვიდობიან წინააღმდეგობაზე საუბარი. ამ რეჟიმს აქვს გარკვეული დასაყრდენები და თუ უპირისპირდები, ეგ ნიშნავს, რომ ეს დასაყრდენები უნდა მოშალო. პირველ რიგში თავი დასაყრდენი არის ფული. ეს არ არის საქართველოს, არ არის აზერბაიჯანი. ამათ არ აქვთ რაღაცა ნავთობზე არზიან და არც რაღაცა განსაკუთრებული ის არ აქვს საქართველოს წიაღისეული, რომელზეც ეს ქვეყანა არის ჩამოკიდებული. მაგრამ აქვთ სხვა ფულის წყაროები, მათ შორის აქვთ, რა ვიცი, იმითი რუსეთის სანქციების გვერდითავლით რა გააქვთ კაცმარიც, მაგრამ გააქვთ უამრავი რაღაცეები შუა აზიის ქვეყნებიდან. ეს ჩანს მათ შორის საკონკრეტულ რიცხვებს შეხედავ, ეს ჩანს მაგალითად ყირგიზეთის და ყაზახეთის რიცხვები რო ნახოთ, ექსპორტი თუ იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე $80 მილიონი, ეხლა არის $900 მილიონი. 10-11 ჯერ არის გაზრდილი. ხო გასაგებია ხო რაღაცა რისი ვაჭრობა დავიწყეთ, ხო ეხლა ყირგიზეთთან და ყაზახეთთან გასაგებია რაღაცები გადის, რაც მე რუსეთში გადის და პირდაპირ არ გადის აქედან რუსეთში, იმიტომ რომ როგორ ჩანს დასანქცირებულია და არ უნდათ რომ გამოჩნდეს. იმის თქმა მინდა რომ რაღაცეები არის სადაც შეიძლება დაარტყა. ეს ანიშნავს რომ აუცილებლად ჩამოშლი მაგითი, მაგრამ მინიმუმ ცხოვრებას გაურთულებ, ხო? ანუ პირველი არის ფულის პრობლემა. ამ ფულს, რომელზეც მე ვსაუბრობდი ამ სტატუსში, ამ ფულს ნებისმიერ შემთხვევაში დავკარგავთ. უკვე ბილატერალურად ომხრივ ურთიერთობებში არაერთმა ქვეყანამ შეუწყვიტა საქართველოს დახმარება. სხვა ქვეყნებიც მატრიქსში ჩადგება, მათ შორის ეგეთი არ ეს რაღაცა არ არის რიგით ხელწამოსაკრავი ქვეყნები, აქ არის საუბარი ბრიტანეთზე, აქ არის საუბარი გერმანიაზე, აღარ ლაპარაკობ ბალტებზე და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანა იზამს იგივეს, ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყანა იზავს ამ ქვეყანაში იგივეს დროთა განმავლობაში, მაგრამ რაც რჩება, ჯერ კიდევ რჩება, ეგრეთ წოდებული IFI-ები, ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორც არის სოფლიო ბანკი, როგორც არის ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და შემდეგ, საიდანაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ფულს იღებენ ესენი და მათ შორის ეს ფული არის ვალუტის წყაროც. ამ ფულის შემოსვლით ესენი ახერხებენ მერე რომ ლარი დაასტაბილონ. მათ შორის ეს ფული არის მათთვის მოპარვის საშუალება. ამ ფულის უდიდეს ნაწილს ისინი იპარავენ და მოპარული ფულით მერე რეჟიმი ინარჩუნეს თავის არსებობას. ამიტომ მანამ სანამ ისინი თვითონ შეწყვეტენ ამას და ჩვენ ამას დავკარგავთ, მანამდე ამის გამოყენება შეიძლება როგორც ბერკეტის, რომ ეს ფულის წყაროები, რომელიც მათ აქვთ, ეს ფულის წყაროები მათ დაეკეტოთ. ერთ-ერთი ეგეთი წყარო არის მაგალითად ექსპორტი. ექსპორტში მეორე და თუ სწორად მახსოვს მეხუთე არის რაღაცა სპილიძის მადნები და ფეროშინადობები რაღაცები, ანუ სფერო არის, რომელიც არის რაღაცა ამ ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც ივანიშვილმა
რომელიც ივანიშვილმა ჩააბარა ვიღაცა რიჟას, რაღაც გიორგი კაპანაძეს, რომელსაც ეს რაღაცეები გააქვს და აქედან იმათთვის შემოაქვთ სადღაც 700-დან 800 მილიონ დოლარამდე წელიწადში. რაც ასევე არის ვალუტის წყარო, რითიც ლარს ამაგრებენ და არის ფული, რომელსაც შეულებენ და ამ ფულით მე რეჟიმი ისევ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ეგეთი რაღაცები მაგას ჭირდება სექტორული ეკონომიკური სანქცია და ეგ ფულის წყარო უნდა შეეზღუდოთ. ანუ ერთი ნაწილი არის ყველა დეტალი რო არ მოყვე. ერთი ნაწილი არის მოკლედ სადაც შესაძლებელია. და ამაზე კიდე შევა ფიქრი და ბრეინსტორმინგი, სად არის კიდე მათი ფულის წყაროები, რომელზეც შევა დაარტყა და დააკეტინონ და ისინი ჩამოკიდებული არიან ამაზე. ის რომ სავალუტო რეზერვები ჩამოსული არის კრიტიკულ ზღვარზე და კრიტიკული ზღვარი არის სამითვის იმპორტი. ეს არის ფაქტი, მათივე რიცხვებში ჩანს, რაც ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს. ის რომ ინვესტიციები არის კატასტროფულად დავარდნილი და ამ ქვეყანაში ფულს აღარდებს არავინ, ესეც არის ფაქტი. ამას რაღაცებით აკომპენსირებენ, მათ შორის აკომპენსირებენ აი რაც წეგან თქვი ყაზახეთი, ყირგიზეთით, აკომპენსირებენ იმით, რომ საქართველოსდან გასული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს ურიცხავენ ფერფულს, მაგრამ რაღაცა წყაროები არის, სადაც შეიძლება დაარტყა და დაკეტო და ეს უნდა გააკეთო გააზრებულად. ოღონდ ამას კიდე გავიმეორებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი რაღაცა არის, რასაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დავკარგავთ დროთა განმავლობაში. იმიტომ როგორც კი გადავიქცევით ბელარუსად, ეს ყველაფერი მაინც დაგვეკარგება, მაგრამ ამ ყველაფრის ეხლა შეწყვეტა არის ბერკეტი, რომელიც შეიძლება დასავლეთმა გამოიყენოს, რომელიც ჯერ კიდე არის მათ ხელში. მეორე ეს არის ფულის ეს ნაწილი რო დავამთავროთ, ამას თქვენ იმიტომ უსვათ ხალხს, რომ შეკითხვები გაჩნდა, რომ ამითხო მოსახლეობას დაზარალდება. კი, დავზარალდებით ყველა. ეკონომიკის ამ სეგმენტების ყველა დავზარალდებით. ხო, ის ხალხი, რომელიც არის ჩართული ამ ბიზნესებში, ყველა დავზარალდებით. მაგის ახსნაც ვცადე, არ ვიცი რამდენად მოვახერხე, მაგრამ თუ გავიაზრებთ, რომ ეს არის ომი, ამ ომის მოგება ისე, რომ ჩვენ არ დავზარალდეთ, ეგ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ რეჟიმი სინამდვილეში დგას მათ შორის ჩვენზეც. ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ჩვენ ქმნით რაღაცა დოლად, ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ამ გადასახადებით არის დაქირავებული მე მთელი ეს ელიტა, მათ შორის ხარებადან დაწყებული, რიგითიმით დამთავრებული, ვინც ადამიანებს აწამებს, მოსამართლეები, პროკურორები, მთელი სისტემა დგას მაგაზე. ჩვენზე, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ვართ სრული უმრავლესობა ამ ქვეყანაში და ვართ წინააღმდეგი რეჟიმის, მაგრამ ჩვენი დოვლათით არსებობს იგივე ეს რეჟიმი. ამიტომ კი, ჩვენც დავზარალდებით, მაგრამ ეგ არის სწორი. იმიტომ რომ ომია და სხვანაირად შეუძლებელია. არ შეიძლება ზარალდებოდნენ მარტო ის რაღაცა ჩემი აზრით საუკეთესო ნაწილი ამ საზოგადოების, რომელიც დღეს ათეულობით დაჭერილი არიან და ციხეში არიან, ან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე რუსთაველზე გამოდიან და იმათ აჯარიმებენ, ან ის 300-მდე ახალგაზრდა, 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც აწამეს, არ შეიძლება ერთი ნაწილი ზარალდებოდეს მარტო და დანარჩენი ვაგზელებდეთ ცხოვრებას ისო თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. ჩვეულებრივად ვაგზელებთ ცხოვრებას. არა, კი, თუ გვინდა რომ რეჟიმს დაუპირისპირდეთ, ეს არის ომი და ომში დავზარალდებით ყველა. ეგეთი ომი არ არსებობს სხვანაირად, რომ შენ არ შეგეხო საერთოდ არაფერი. და ეგ მნიშვნელოვანია მაგის გააზრებაც, რომ კი, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ, მანამდე ჩვენ დავზარალდებით. ანარა და ამ ბრძოლას რეჟიმი მოიგებს და მე მაინც ყველა დავზარალდებით, ეს ყველაფერი მაინც არ აღწდება. უბრალოდ მე იქიდან მოტრიალება ამ ქვეყნის უკან დაგვიждდება გაცილებით ძვირი და ამ ქვეყანას როგორც წესი ისტორიულად ეს უჯდებოდა სისხლი. უბრალოდ ფასი კი არა, სისხლი უჯდებოდა როგორც წესი იქიდან მოტრიალება, სადაც შეიძლება ჩვენ ახლა წაიყვანოს ამ რეჟიმმა ეს ქვეყანა თუ კონკრეტულად ამ ბრძოლაში და მე კიდე გავიმეორო, მე არ მჯერა, ბევრჯერ მithავს რომ ეს ქვეყანა გარუსტება. არ მჯერა. ეს ქვეყანა ამ საქართველოს გადარჩება ყველა შემთხვევაში. უბრალოდ ეს ბრძოლა თუ წავაგეთ ისეთ ნიშნულამდე შევა მივიდეს, საიდანაც ბევრად უფრო ძვირი დაგვიждდეს. ამიტომ არის ამ ბრძოლის მოგება ეხლა მნიშვნელოვანი. ესაც შეხედა ფულს. მეორე არის ელიტები. ელიტები ეს არის მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ბიზნესები, პროპაგანდისტები. ყველა თვითმმართველობის ადგილობრივი ეგრეთ წოდებული ფეოდალებს ვეძახი, ადგილობრივ ფეოდალებს. ესენი არის საყდენი. ჯერჯერობით რაც გვიცდია და რასაც უმუშავია ამ ელიტებთან დაპირისპირებაში არის ის რომ მათი სახეები და სახლები და გვარები გამოგაქვთ დღის შუგზე, მათ მეზობელს, ნათესავს, მეგობარს ყველას ანახებ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც აი ამ ბოროტებას და სასჯელებას ჩადის და ამაზე დგას რეჟიმი. ეს არის ერთი ბერკეტი, რაც გვაქვს და ჩვენ ამაზე მედალაკას თავიზეზე სხვა პროექტი ქონდა, მაგრამ იმის ხან სახელი არ მოეწონათ, ხალის არ მოეწონათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ყველა პარტია მაგას აკეთებს, ყველა სამოქალაქო სექტორის ორგანიზაცია მაგას აკეთებს, იმიტომ რომ სხვა ბერკეტი ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრებთ. თუ მოვიფიქრებთ, პრობლემა არის გავაკეთოთ, მაგრამ ერთი არის, რომ საჯაროდ გამოვიტანოთ და ყველას ვანახოთ, რომ ეს ადამიანი სასამართლოში მოსული იყო და მიცაც სრულ ჩვენება და ამის გამო ეხლა ახალგაზრდა 19 წლის ბიჭი შეიძლება გაუშვან ციხეში 7 წლით და ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი. ეს რომ მუშაობს ფაქტია, იმიტომ რომ ხედავთ იმისგან, იმიტომ რომ ნიღბებით დარბიან, ხო? ვიღაცეები არა მოსამართლე ვერ იკეთებს ნიღბს, მაგრამ მთელი პოლიცია გადაცმული არის შავ ნიღბებში მაგის გამო, რომ სწორედ ამ გასაჯაროების ეშინიათ. ერთ-ერთი მიზეზი ყოველ შემთხვევაში ეგ არის. მეორე ბერკეტი რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ერთიანი ბაზა გავაკეთოთ, ეგეთი ხალხის და ამაზე
დაწყებული გვაქვს რაც დავწერე მართლა ისე კი არა რომ არაფერს აქედან ვაკეთებ ბევრი რაღაცები ნაკეთები გვაქვს უბრალოდ ცოტა ქაოსურად გვაქვს რაღაცები ნაკეთები ერთიანი ბაზა გაკეთე სადაც ყველა ეს ხალხი იქნება შეყვანილი პლუს ამას დაემატება სხვაებიც და ეს ბაზაში ამ ბაზით შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან ამ ხალხს და მათი ოჯახის წევრებს შეგვიძლია თუ ყველა ერთად ვიმუშაებთ შეგვიძლია რომ სამუდამოდ დავაკარგოთ შანსი რომ ან ისინი მათი შვილები ოდესმე წავიდნენ რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში სადღაც არ ვიცი რომელიღაცა ქვეყნებში ვერაფერს ვერ უზამთ მაგრამ დემოკრატიულ განვითარებულ ცივებს სადაც დადიან სადაც ხარჯავენ იმპულს რომელსაც აქ იპარავენ იმ ქვეყნებში თუ ერთიანები ვიქნებით შეგვიძლია შეუძლოთ ეს გაგვიკეთებია ამ სანქციების პოლიტიკა გახდეს უფრო სანქციების პოლიტიკა ჩვენ და მასშტაბური კი აქ მნიშვნელოვანი რაც არის აი ეს ამის გამოცდილება გვაქვს და უმუშავია და ამას ჭირდება ერთადერთი ინფორმაციის შეგროვება სადაც ერთმანეთში კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ რაღაცა ინფორმაცია შეიძლება მე მოვიპოვო რაღაცა ინფორმაცია შეიძლება ვიღაცა სხვას მიუწვევოს ხელი მე შეიძლება არ მყავდეს რომელიღაცა სტრუქტურაში და ჩარჩენილი ვიღაცა ნაცნობი რომელიც ინფორმაციას გამომიტანს მაგრამ შეიძლება რომელიღაცა სხვა პარტიას ყავდეს ჩარჩენილი და იმან გამოიტანოს ინფორმაცია და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მაგას ჭირდება ერთობა ანუ ჩვენ თუ ველაპარაკებით ერთი ხმით რომელიმე ქვეყანას და ვეუბნებით რომ ეს ადამიანი არის გარეწარი ამან ეს გააკეთა ეს გააკეთა ეს გააკეთა ეს გააკეთა და ამას და ამის ოჯახის წევრებს ნუ უშვებ შენ ქვეყანაში ჩვენ თუ ვართ ერთიანი ერთ ხმაში ისინი გიჯერებენ იმიტომ რომ თუ მარტო ლაპარაკობთ მეორე სხვას ელაპარაკება მესამე სხვას ელაპარაკება მაშინ ეგ არ მუშაობს მაგრამ თუ ჩვენ ვართ ყველანი ერთიანები ერთად გარე ფრონტზე ეს ყველაფერი გააკეთე და ბოლო არის თვითონ მხარდამჭერები რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდე პროპაგანდა აჯერებს რომ სადღაც ოდესღაც რაღაცა მომავალში ისინი ამ ქვეყანას მაინც მიიყვანენ ევროპაში იმის გამო რომ იციან რომ ამ ადამიანებს არ უნდათ საკუთარი შვილების ჩეჩნეში გაზრდა და მათ უნდათ რომ მათმა შვილებმა საბოლოო ჯამში ევროპულ ქვეყანაში იცხოვრონ მაგრამ მათ აშინებენ ომით აშინებენ ათ სისულელები და აჯერებენ რომ რაღაცა აი ეს ხო მაინც გავაკეთეთ ეს ხო ისე გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში მაინც რაღაცა ღირსებით ამით იმით რაღაცა მშვიდობით მაინც ივალთ ევროპაში ამ ხალხმა კი დაინახა დღეს რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია და გაჩერდა იმიტომ რომ ყველამ თქვა ყველა ქვეყანამ ევროკავშირის წევრმა და ყველა ევროპულმა ინსტიტუტმა თქვა რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებული მაგრამ არცევს კიდე რაღაცა სიკეთები რომელთაც ისინი ჯერ კიდე სარგებლობენ და რაც აძლევთ მათ კიდე იმის იმედს რომ ეს პროპაგანდა შეიძლება მაინც სიმართლე იყოს და ოდესღაც რაღაცა ბიძინა ჭკვიანი კაცია რაღაცას იზამს და მაინც წაიყვანს ევროპის აღარ უნდა იგზნონ რომ ამ ბენეფიტებს რომელსაც დღეს იღებენ ამ ბენეფიტებს კარგავენ იმიტომ რომ ამ ბენეფიტებს ჩვენ მაინც დავკარგავთ ამაზე ლაპარაკი არ უყვართ ხოლმე ამაზე სალაპარაკო არის თუ ჩვენ გავხდებით ბელორუსს თავისუფალი უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონასთან არა აქვს. ამას ჩვენ დავკარგავთ ყველა შემთხვევაში. ამაზე გველაპარაკებია. არც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ამაზე ჩვენ გველაპარაკებია. როცა ჩვენ ველაპარაკებით ჩვენ დასავლელ მეგობრებს, ყველა შეხვედრაზე პრაქტიკულად არის საუბარი ამაზე, რომ ისინი ამას განიხილავენ. თუ ამას ისინი განიხილავენ და განიხილავენ უკვე დიდი ხანია, ეს გასაგებია რომ რაღაცა რავი, რამდენ ხანს გავკაჩავთ არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში დაიკარგება. აქაც იგივე პრინციპი არის. რადგან ჩვენ ამას მაინც ვკარგავთ, ამ ორივესთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს ვის უნდა გიჟი უნდა იყო ხა რომ ვიზები გინდოდეს ხო მაგრამ ლაპარაკი არის იმაზე რომ იმათ აქვთ ეგრეთ წოდებული suspension mechanism შეჩერების მექანიზმი შეუულიათ გამოიყენოს შეჩერების მექანიზმი რომელსაც მათ შორის ხოთა შორის არ ჭირდება კონსენსუსი და უნგრეთი და სლოვაკეთი ვერ ჩააგდებს და თქვან რომ ეს რაღაც სიკეთე რომელსაც თქვენ იღებთ იყენებს შეჩერების მექანიზმს სიტყვაზე 3 თვით ან 6 თვით მანამ სანამ ამ ქვეყანაში არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით საარჩევნო დავების გახილვის ახალი წესით და ახალი მოსამართლებით და ამ შემდგომ პირობებით რომელზეც შეთანხმებული ვართ ყველანი ესეც არის ერთ-ერთი ბერკეტი რომელიც გამიყო ამ ადამიანებმა იგნოროს სინამდვილეში კარგავენ იმას რაც გვაქვს უკვე მიღებული ისკენ რომ გავჩერდით უბრალოდ წინ აღარ მივიდეთ უკან მივდივართ გავჩერდით ამის გარდა კიდე შეიძლება სხვა რაღაცების მოფიქრებაც უბრალოდ თავი გავიაზროთ ასე სტრატეგიულად სად უნდა უტყა და ეგ არის ფული ეს არის ელიტები და ეს არის მათი მხარდამჭერები რომ იმათმა რაღაცები იგზნონ და თუ ამას დავიაზრებთ რომ ეს ყველაფერი დღესვე გასაკეთებელი კიდე შეიძლება ფიქრი და მოფიქრება სად რომელი მმართველობაზე რისი გაკეთება შესაძლებელი და მე უკვე საჭირო არის ერთობლივი კოორდინაცია და ერთობლივად ამაზე მუშაობა რასაც საგარეო ფრონტზე საკმაოდ კარგად ვაკეთებთ მაგრამ არის რაღაცები განსაკუთრებით შიგნით შეიძლება გაკეთდეს რასაც ჭირდება უფრო მეტი კოორდინაცია და დღეს სხვათა შორის ამ რაღაცებზეც იყო საუბარი სალომე ზურაბიშვილი ხო აი ზუსტად ეგ შეკითხვა მინდოდა პრინციპში რაც ჩამოთვალეთ შეიძლება ზოგიერთ ტაქტიკურ ნაწილში საკამათო იყოს თუმცა ეჭვი არ მეპარება რომ ის ადამიანები რომლებიც ეს თქვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არ მოადგენდა გაქვთ დისკუსია
გრძნობთ განწყობას, რომელიც არის არა მარტო რუსთაველის გამზირზე, აისახება სოციალურ ქსელებში, ზოგადად საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს გულშემატკივრობს, წუხს ამის გამო, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს აბსოლუტურს და გონია რომ სიტუაცია ჩიხში კი არ შევიდა, მაგრამ რაღაცა პლატოს შეგრძნება აქვს, რომლის განვითარების პერსპექტივასაც ვერ ხედავს, მაშინ როდესაც რეჟიმი შეტევაზე არის გადასული, ჩვენ იძულებული ვარ დაბა სხვანაირად როგორ იქნება რომ ვაშუქოთ ყოველდღე კიდევ ერთ ახალ ადამიანს როგორ უსჯიან, მათ ოჯახის წევრებს როგორ აწვალებენ და ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით რომ სასამართლო დარბაზშიც კი დედას შვილის ვიზუალური კომუნიკაციის ნახვის საშუალებასაც კი არ აძლევენ, არა თუ ჩახუტების ან მონახულებისა და მოფერების, ხო? ეს ყველა ამით აივსო სატელევიზიო ეთერი, ამით აივსო ტელეფონები სადაც ინფორმაციას იღებს ხალხი, ამაზე რეაგირებითაც, ხო, რომელიც ეს თქვა წუხილი სევდა პრობლემები ჩამონათვალი და ასე შემდეგ და რაღაცა ახალი ტიპის ახალი მუხტი ჭირდება ამას ყველაფერს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქციები მიმდინარეობდეს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მათ შორის დიდი რაღაც თარიღებთან დაკავშირებული აქციები ჩაინიშნოს და 31 მარტი როგორც ვთქვი შემთხვევით ნამდვილად არ არის შერჩეული ამ ხრივ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ამ თვალსაზრისით საკვანძო თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ქართული რესპუბლიკის ფორმირების კუთხით. მაგრამ თარიღიდან თარიღამდე ხალხი უნდა ხედავდეს, რომ ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს და რომ ქუჩაში არსებული მუხტი ან გარკვეული პერიოდით ოჯახებში შებრუნებული ეს მუხტი არსად არ გამქრალა. ამას ყველაფერს ჭირდება აქტიური, კოორდინირებული მუშაობა. არა ერთპარტია ჩამოყალიბება, მაგრამ მუშაობა. აი დღეს როდესაც მოვისმენთ საკოორდინაციო ფრონტის შექმნის თაობაზე, ეს სახელწოდებაც კი რაღაც იმედს აჩენს, იმიტომ რომ ფრონტი უკვე ნიშნავს, რომ ბევრმა კი არა და უმრავლესობა მიცი მაგიდის გარშემოა, გაიაზრა, რომ ომში ვართ. ჰიბრიდულ ომში ვართ. და მაინტერესებს როგორი შტაბეშტილებით გამოხოდით ამ შეხვედრიდან, იმიტომ რომ რას ეხა მე თქვენ მიყვებით და ტელემაყურებელს უხსნით, დიდი იმედი მაქვს რომ ამის ნაწილი მაინც გამოხატეთ ინდივიდუალურად საუბრებში მეხუთე პრეზიდენტის თანდასწრებითაც გაგვიზიარეთ შტაბეშტილებები ამ შეხვედრიდან. კარგი შეხვედრა იყო, ძალიან მე ხშირად ვერ ვესწრები ხოლმე პრეზიდენტთან შეხვედრებს, მაგრამ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, დღეს იყო ალბათ რა შეხვედრებზეც მეყოფილ პრეზიდენტთან ყველაზე საქმიანი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად საქმეზე იყო ლაპარაკი, მათ შორის კონკრეტულ შეთანხმებამდე მივედით და მეტიც რამდენი საათი გავიდა არ ვიცი იქიდან, მაგრამ იქიდან გამოსულს უკვე რამდენჯერმე შემეხმიანენ ადმინისტრაციიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და რაღაც ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო, სადაც რაღაც საქმების განაწილება ხდება. ანუ მართლა კარგი შეხვედრა იყო, მე ძალიან რთულია თქვა საბოლოო ჯამში ეს რასახეს მიიღებს და რაღაცა, მაგრამ დღეს ამ შეხვედრიდან ბევრად უფრო ოპტიმისტურად გამოვედი, ვიდრე წინა შეხვედრიდან გამოვდიოდი. სწორედ მარტო და მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა, თავისი ჩაწერებით და ჩანიშნებით და რაღაცების დაგეგმებით და კეთებით და მარტო 31 მარტის ამბავი იყო, 31 მარტამდე რეები გვაქვს გასაკეთებელი, ეგ რაღაცეებიც გავიარეთ და ეს შეხვედრები კიდე გაგრძელდება და მე ვაპირებ, რომ შემდეგ შეხვედრებს მივიდე, მათ შორის პირობაც მივეცი, რომ მე როგორ ხედავ რაღაცებს დავწერ და გავუგზავნი, რომ ისე არ იყოს, რომ იქ მიხვიდე და დაიწყო მე ლაპარაკი, რომ დრო მოვიგოთ, იმიტომ რომ დრო არ აქვს, ამიტომ მე კმაყოფილი ვარ. აქციები ახსენე და მინდა მაგას დაუბრუნდე რა, აი რაც ვილაპარაკე, რომ აი რა არის გასაკეთებელი, არაფერი აქედან, აი არაფერი არ გამოვა თუ არა ქუჩაში აქცია. ეს მინდა ესმოდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც რუსთაველზე დგას ყოველ დღე, რომ მელაპარაკებია ხოლმე და რაღაცა ხანდახან ვიჭერ ხოლმე მეც მაგნოტებს, რომ ანუ ხვდებიან, რომ სახში ვერ ჩერდებიან, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ სახში რო გაჩერდნენ დამთავრდება ყველაფერი, მაგრამ რო გამოდიან მაგას რა შედეგი აქვს, მაგასაც რაღაცა ხელშესახებს ვერ ხედავენ. აი ეს ყველაფერი, რაც მე ვილაპარაკე, რაც არის გასაკეთებელი და აქამდე რაც კეთებოდა, ყველაფერი დგას იმაზე, რომ ქუჩაში არის უწყვეტი აქცია. ყველაფერი, ანუ ჩვენ როგორი ერთი ხმიდაც არ უნდა ველაპარაკოთ ვიღაცებს, თუ ქუჩაში ხალხი არ არის და აქცია არ არის და პროტესტი არ არის,
არაფერს არანაირი ფასი არ აქვს. სინამდვილეში ყველა ეს სანქციები იქნება თუ რეზოლუციები იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი დგას მაგაზე, რომ ქუჩაში ამდენი დღეა გადაბმულად ადამიანები ყინვაში, თოვლში, ეხა უკვე სიცხეში ადამიანები გამოდიან და დგანან. ყველაფერი შენდება მაგაზე. ეს რეზოლუციებიც, ანუ აქცია გაქვს, მიდიხარ იქ, ელაპარაკები, რაღაცას უხსნი, ჩაგაქვს მასალები, იღებ რაღაც რეზოლუციას, შემდეგ შეხვედრებზე მივიდივართ უკვე ამ ევროპარლამენტის რეზოლუციით, პასეს რეზოლუციით და ვეუბნებით, რომ აი ნახეთ, აქ ეს წერია, აქ ეს წერია, აქ ეს წერია, ეხა ამაზე გჭირდება ზემოდან ამის დაშენება, ეხა ეს ამაზე შევთანხმდეთ, ეს გავაკეთოთ, ესე აგურ გამოძღონ საფუძველი ამ ყველაფრის არის ქუჩაში ხალხი, ადამიანები, რომლებიც არიზარებენ, არის მართლა მილიონი პრობლემა ყველას მესმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, იაზრებენ იმას, რომ ქუჩაში თუ ეს ამბავი დამთავრდა, ყველაფერი ჩამოიშლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ვერ ვახსენე და მინდოდა ეგ მეთქვა, რომ საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის გაკეთება იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ ქუჩაში იქნება ხალხი და რაც მეტი მით უკეთესი. ზურა, მათ შორის ამ თემის გაგრძელების ნაწილში თავი ინდიკატორი, რომ ქვეყანა არ ეგუება, არ ადაპტირდება რეჟიმთან, არის ზუსტად ის, რომ ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში ხალხი გამოხატავს პროტესტს. პროტესტის ეპიცენტრი არის რუსთაველი, თუმცა სხვა ადგილებშიც გვინახავს პროტესტი და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ამ თვალსაზრისით მეტი შემოქმედებითობაც შეიძლება, ვიცი რომ არის ამაზე ლაპარაკი, ფიქრობენ ადამიანები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები, ალბათ პოლიტიკური პარტიების აქტიური ჩართულობა ამ მხრივ კიდევ უფრო მობილურს და მართვაც გახდის გარკვეული გაგებით ამ პროცესს. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ რეჟიმის იმედები, რომ აი დიდი მსოფლიო რა დავარქვათ, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება ჯერ არც დაწყებულა, ჯერ მხოლოდ ძველის ნგრევის მომსწრენი ვართ და გასაგებია, რომ ის ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ პერსპექტივას და თავისუფალ საზოგადოებას გულშემატკივრობენ, დღეს დაკავებულები არიან უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი საქმეებით, იმიტომ რომ ის თუ არ დაალაგდა, ასე ცალ-ცალკე პატარ-პატარა რეგიონების მიხედვით მდგომარეობის გადარჩენას უბრალოდ ვერ შეძლებენ. მაგრამ არის მნიშვნელოვანი სიგნალები. ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად ბრიტანეთში დამოკიდებულება, პოლიტიკური პოზიცია, კონსენსუსი, იქ მოქმედ ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის ნერნერა უკვე ყალიბდება და ეს მიდის რაღაც გარკვეულ შედეგამდე მივა უკვე ამაზე მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები, მონაწილეობდნენ. ასევე ამ კვირაში უკვე ჩაინიშნა ოფიციალურად და მნიშვნელოვანი დინამიკა არის სენატის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტში მეგობარი. ხვალ არის, ყოველთვის საიძედებს რომ ხვალ არის, ინფორმაცია იყო რომ გადაიდო, მაგრამ ჯერჯერობით საიძედებს რომ ხვალ არის. რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემური დინამიკა არის ამ თვალსაზრისით უკვე ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც და ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნების დღევანდელი სრულიად უცნაური და მოულოდნელი შეხმიანება შეერთებულ შტატებთან, რომ აბა დონალდ აქედან გაკვირდებით და შენი წარმატება და ისტორიაში შესვლა მხოლოდ იმის მიხედვით განისაზღვრება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ჩამოაყალიბე პოზიციას და ასე შემდეგ, ხომ არ მეტყველებს ეს იმას, ჩვენ არ გვაქვს რამე დადასტურებული ინფორმაცია, ვიცით მათ შორის ის, რომ შეერთებული შტატების ელჩი იმყოფებოდა ვაშინგტონში და ბრუნდება ამ დღეებში, საინტერესო ამ მხრივ პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით, მეორეს მხრივ უკვე ვიცით, რომ ხვალ არის უკვე განხილვა და ასე შემდეგ, რომ რეჟიმს იმედი შეიძლება გადაწურული არ აქვს, მაგრამ ამ ტიპის გამონათქვამები მეტყველებს, რომ ესე რაღაც დაალაგების მყარი მოლოდინიც აღარ გააჩნიათ უკვე. შეერთებული შტატების პოზიცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის აი გუშინ თამარ ნუცუბიძის მიერ ჩაწერილი ექსკლუზიურ ინტერვიუში საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოაყალიბა, როგორია საფრანგეთის ევროკავშირის საუბრა ახალი არჩევნების აუცილებლობას და ასე შემდეგ. აი ეს ფაქტორები, ხო, დასაწყისი ნაწილი მაინც რაც ვილაპარაკეთ, ასახვა იყო იმ ნეგატიური რეალობის, რომელშიც ვარ და რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე.
გავუშვდეთ, მაგრამ მოდი ახლა ჩამოვთვალოთ რა უპირატესობები გვაქვს ამ ბრძოლაში, რა არის ის, რასაც უბრალოდ ხავსებით კი არ უნდა მოვეჭიდოთ, მაგრამ აი ობიექტური რეალობის გათვალისწინებით თუ იმ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ კოორდინირებულად, რა არის ის, რაზეც უკვე შეიძლება დაშენება და უფრო ესეთ სერიოზული შედეგების მიღწევა. მათ შორის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, ამასაც დავამატებ, გამიგრძელდა, მაგრამ იცით რომ არ გაწყვეტინებთ. ხელისუფლებისა და რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა და მცდელობა რა არის შემოიტანოს ისეთი თემები, რომელთა მიმართებაში ყველა ვარიანტში ბევრი ეჭვი გაჩნდება და ოპოზიციურ ფლანგზეც და სამოქალაქო საზოგადოებაშიც დაპირისპირება გაღვივდება. ხო, ასეთია მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის ესე იმ რაოდენობის ქარდები მიუძღვნეს ცალკეული პარტიების პოზიციების დემონსტრირებას, ქართული ოცნებისთვის არ მიუძღვნიათ ამ დღეებში. ზარქუა არ ყოფილა ისე ხშირად, როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებები ოპოზიციურ არხებს. რატომ? იმიტომ რომ ეს განსხვავებები, ეს ეჭვები უნდა გაღვივდეს, ცეცხლი უნდა შეუკეთონ ამას. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ამოცანა ეს სულ არ არის. ამოცანა არის ის, რაც დეკლარირებული ახალი საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ როგორც კი ამ მიმართულებით მეტი დინამიკა იქნება, ის საერთოდ უინტერესო არა აქტუალური გახდება შემოდგომის კალენდარული არჩევნები. აი ეს ყველაფერი მთლიანობაში კიდევ ერთხელ ბრუნდები უფრო კონკრეტულად ჩემ შეკითხვას, რა გვაქვს უკვე ხელში და რა შეიძლება დაემატოს ამას ყველაფერს, რომელიც შედეგს მიღწევას უფრო რეალურს გახდეს. ხო, დასავლეთს რაც შეეხება აქეთ ევროპაში ხელში რაც გვიჭირავს არის ის, რომ სრულად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში და ილუზიები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეჟიმი მართავს ქვეყანას, არავის არ აქვს. შემიძლია ის თქმაც, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ესეთი გამოფხიზლებული ევროპა არ ყოფილა და ეს ჩანს მათ შორის ხარ უკრაინის მაგალითზე, მაგრამ საქართველოში არსებულ რუსულ რეჟიმთან მიმართებაშიც სრულად თვალი აქვს დახელი და ზუსტად იციან რასთან აქვს საქმე. ამიტომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გადრე გჭირდებოდა ბევრი საუბარი რაღაცების ახსნა და მტკიცება, ეხლა ბევრი არაფერი არ გჭირდება, საკუთარი თვალით ნახეთ იმათმა განსაკუთრებით დეკემბრის დასაწყისში რაც ხდებოდა თბილისში ადამიანების წამება, დასახიჩრება, მთელი ჯოჯოხეთი, რომელიც გავიარეთ და ამას დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს. რაც არის საჭირო იქ არის აქედან ერთობლივი პოზიციონირება, რომ ყველა იყოს ერთ გვერდზე, ყველა პოლიტიკური პარტია პლუს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომ ერთნაირ სურათს უხატავდეთ და პლუს ერთი და იგივე რაღაცას ვეუბნებოდეთ, რომ შემდეგი ნაბიჯები ჩვენ ვაკეთებთ ამას, თქვენ გაგჭირდება ეს, ესე გასაგებად თუ ველაპარაკებით, რამდენჯერაც ეს გავაკეთეთ, ეს იყო ევროპარლამენტში, იყო ეს სტრასბურგში, იყო ეს ბალტიის ქვეყნებში, თუ იყო სხვა ქვეყნებში, ყველგან ყოველთვის, როდესაც ჩვენ ერთი ხმით ლაპარაკობთ, ის არის შედეგი. ხო, გასაგებია, რომ ახალი ამერიკის ადმინისტრაციის პირობებში ჯერჯერობით დაალაგებული პოლიტიკა ამ რეგიონთან და ქვეყანასთან მიმართებაში არ არის, მათ შორის არც უჩანს პირი რომ რაღაცა უახლოეს დღეებში და კვირებში შეიძლება ეს გარკვეული იყოს, იმიტომ რომ მთელი ფოკუსი სახელმწიფო მდიუნის ახალი მოაწყება. არა, ხო, შევსებულიც არ არის ერთ თანამდებობები და რასაც უყურებთ თვითონ ახალი პრეზიდენტის მთელი ყურადღება ძირითადად წაღებული არის უკრაინის ამბავს აქვს წაღებული და პლუს რაღაცა სავაჭრო ისენი დაიწყო, სავაჭრო ომებს ეძახიან ამას რაღაცა კონგრესთან ურთიერთობა რესპუბლიკური მნიშვნელოვანია. ის პროცესები, რომელიც დაზრულია, ჩვეულებრივად მიდის, მათ შორის საუბარი იმაზე, რომ ეს ადმინისტრაცია რაღაცნაირად ყურადღების მიღმა დატოვებს ადამიანის უფლების დარღვევას და ავტოკრატიისთან და დიქტატურის ჩამოყალიბებას იმის გამო, რომ ვიღაცა მასთან რაღაცას დაალაგებს. ჯერჯერობით მაგის სურათიც არ ჩანს და ჩვენ ვნახეთ რაღაც კრიტიკული განცხადებები, მათ შორის უნგრეთზეც კი ვნახეთ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე განცხადება, ის რომ ამათ მეზობელ აზერბაიჯანზე ვიცე-პრეზიდენტ ვესის განცხადება კრიტიკული. მაგის თქმა მინდა მე უბრალოდ რისი ბოლო კითხვას გისმენთ ზუსტად რომ კიდე დავაკონკრეტო რომ იყო გარკვეული მიდგომი, მაგრამ დემოკრატიული ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ღირს წარმოადგენდა ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ასე შემდეგ. ტრამპის ადმინისტრაციის აშკარად რბილად რო თქვა ძალიან განსხვავებული არის ამისგან. იმ პრიორიტეტებშიც კი, როგორც არის გეოპოლიტიკური ინტერესები, როგორც არის სავაჭრო ეკონომიკური ინტერესები, როგორც არის მთავარი სამიზნეს ირანის, ჩინეთის მიმართულებით პოზიციონირება ამერიკის ადმინისტრაციის. ამ მიმართულებითაც შეიძლება ოპოზიციამ გადახედოს თავის მიდგომებს, შეთავაზებებს
პირველ რიგში ხო ადგილზე ჩამოყალიბდეს და აკოორდინიროს და ამ კუთხით ანუ რაც მათი ინტერესია და რაზეც ისინი ყველაზე მეტად რეაგირებენ და ჩვენი საერთო ინტერესი შეიძლება იყოს რომ აქცენტები გაკეთეს ზუსტად ამ ორი რამე შემიძლია უბრალოდ სამ რამეს ვიტყვი და მაგით დავასრულოთ მაშინ ერთი ის რომ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ თანამშრომლობენ ესენი მაგათაც იგივე ჩინურ ინტერესებთან მიმართებაში რეები გააკეთეს ან თუნდაც ის რომ კობახიძე ირანში იყო ორჯერ ჩასული და მათ შორის იჯდა იმ დარბაზში სადაც ყირობდნენ სიკვდილი ამერიკას სიკვდილი ისრაელს და შემდეგ ეს რაღაცები ინფორმაციები მიწოდებულია დიდი ხანია ეხლა კი არა დიდი ხანია მათ შორის ინაუგურაციამდე ეს ინფორმაციები გადაგზავნილი ქონა ყველასთან ვისაც კი რამე კონტაქტი აქვს იქ და ვისთანაც ქონდა კონტაქტი ეს არის ერთი ნაწილი სამი რაღაც კომიტეტი მაგრამ არა უშავს ორი იყოს მეორე არის მნიშვნელოვანი ის რომ ცხადია როდესაც შეველაპარაკებით იმათ რუსთაველზე მიმდინარე ბრძოლაზე აქ საუბარი არ არის მარტო იმაზე რომ ეს არის საქართველოს ამბავი ცხადია შეველაპარაკებით გეოპოლიტიკაზე და ცხადია რომ ყველას უხსნით რომ ეს არის მარტო საქართველოს ამბავი პირდაპირ ჩვენზე მომული სომხეთი და სომხეთი ვერ გადარჩება როგორც ლიბერალური დემოკრატია პროევროპული და პროდასავლური მისწრაფებები თუ საქართველოს ვერ გადარჩა ეგეთ ქვეყანას იმიტომ რომ ჩაკეტილია და უბრალოდ სხვა გზა არ ექნება და იძულებული გახდება რომ დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ალიანსს რუსეთთან რაც ძალიან არ უნდა როგორც ჩანს დღევანდელ ადმინისტრაციას ასევე ველაპარაკებით იმაზე რომ ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი იმიტომ რომ ხედავთ რომ როგორც კი უკრაინული დრონები მიწვდნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეს შავი ზღვის ფლოტი გადმოიწია აგერ ჩვენთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირეში ააშენეს პორტი და იქ დგანა და ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი საკითხი ეს ეხება ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებს სადაც არის უამრავი რესურსი და ის საუბარი რადგან ახლა უკრაინასთან მიდის მინერალებზე და რაღაც ბუნებრივ რესურსებზე გადატენილი არის შუა აზია მაგითი და გაცილებით მეტი არის მასშტაბის თვალსაზრისით ვიდრე მათ შორის ურანი არის რომელიც საერთოდ არ არის უკრაინაში რომელსაც რუსეთი ყიდულობს იქიდან როსატომი და მე ყიდის იქით გაცილებით ძვირად ამ რაღაცებზე ველაპარაკებით რატო არის საქართველოს გადაჭრა როგორც ლიბერალური დემოკრატიის მნიშვნელოვანი რომ ეს ალაგებს მე მთელ დანარჩენ მოზაიკას თუ აქ რუსეთი აკეთებს კედელს ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი იკეთება და ეს მათთვის ახალი ამბავი არ არის ანუ ეს ჩვენ არც პირველები ვართ როგორც ჩანს ვისაც ამაზე ველაპარაკია ბოლოს უხსნით რომ ეს არის მათ შორის ამერიკისთვისაც საინტერესო ამბავი და ბოლოს მესამე სიტყვი რა პოზიციაც არ უნდა ქონდეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას და რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს ეს პოზიცია არ ვიცი როდის ჩამოყალიბება იქნება საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა არის ჩვენი მოსაგები თუ რამეს ცემს თუნდაც იგივე ტრამპი პატივს ეს არის ძალა და ეს არის ბრძოლის ჟინი და ჩვენ რასაც ვაკეთებთ ახლა აქ ამ ქვეყანაში ის რომ 100 დღეზე მეტია უწყვეტად ვიბრძვით ქუჩაში ეგ არის ის რაც ამ ბრძოლას მოიგებს ამიტომ ისე მაგას დაუბრუნდები რომ გარედან ხელშემწყობი ფაქტორები თუ იქნება კარგი იქნება გამოგვადგება მათ შორის ყავს ევროპაში მეგობრები და პარტნიორები რომლებიც გვეხმარებიან და კიდე დაგვეხმარებიან უბრალოდ გასაგებად უნდა უთხრათ კიდე დამატებით რა ნაბიჯები გვჭირდება მაგრამ ამ ბრძოლას მოვიგებთ ჩვენ აქ ჩვენი მოსაგები არის საბოლოო ჯამში ვერავინ ამას ჩვენს გარეშე ჩვენს გარდა ვერ გააკეთებს და ესეთი კი არა ამაზე გაცილებით უარესი ავტოკრატები და დიქტატორები დაუმარცხებიათ ადამიანებს თავარია გააზრებულად ვიბრძოლოთ თავარია მოვინდომოთ არ შეგვეშინდეს და გააზრებაშიც მათ შორის ის კი არ იგულისხმება მარტო რომ აქავა რაღაც გააზრება მათ შორის იმას გულისხმობს რომ ჩვენი ქვეყანა ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ და არასად გაქცევას არ ვაპირებთ და მაშინ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს თუ ამ ჟინით ვიქნებით ყველა მოვიგებთ ყველა შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ ჯაფარიძე იყო ჩვენი სტუმარი ზურას დამშვიდობები